მოგესალმებით ძვირფასო Facebook და YouTube მაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ხალხის პირისპირ. დღეს ძალიან საინტერესო თემებზე უნდა ვისაუბროთ. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ბიბლიის მკვლევარი ლევან პეტრიაშვილი და მასთან ერთად განვიხილავთ ენოქის წიგნს და ზიარების აპოლოგიას. მოგესალმებით ბატონო ლევან. სალამი, ჩვენს მაყურებელს მოგესალმები და ნახოთ აბა რა გამოგვივა. პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ გამოთქვით სურვილი და მეც გამოვთქვი სურვილი და შევთანხმდით ერთ აზრზე, რომ ეს გადაცემა უნდა ჩაწერილიყო და დროა დავიწყოთ ენოქის წიგნის გაცნობა საზოგადოებისთვის დავაცნობთ მათ ეს წიგნი, იმიტომ რომ ჩვენ ამ წიგნს ვუძახით ბიბლიის გასაღებს. კი, რა თქმა უნდა. და პირველ რიგში მაქვს ასეთი კითხვა პირველ რიგში. არსებობს სამყაროში ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. რატომ ქვია ზოლს ძველი და ახალს ახალი? ანუ რა განსხვავება არის ამ ორ აღთქმაში? კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენ მაყურებელს, ძალიან კარგი კითხვა არის. ზოგადად ძველი აღთქმა ახალი აღთქმისგან იმის განსხვავდება, რომ ძველ აღთქმაში იყო სისხლიანი მსხვერპლის აუცილებლობა ცოდვათა გამოსყიდვის მიზეზით. ადამიანები რაღაცა ცოდვის ჩადენის მიზნით მიხავდა ცხოველები და წირავდნენ მღვდლები. ოღონდ სამღვდელმა არ იცოდა პირადად მისი შემწირველისგან რა ცოდვა ქონდა ჩადენილი, ასე ღიად არ ეუბნებოდა. ამ თვითონ ის ცოდვათა გამოსყიდველი სისხლის მეშვეობით რას შესწირავდი ლევიტათა წიგნში არის ჩამოწერილი კანონები, მაგალითად ამ ადამიანის გამო ზოგს მამალი მიყავდა, ზოგს ვერძი, ზოგს მოძვერი, სხვადასხვა ცოდვების გამო ეს არის თვითნებური ცოდვები და არის ისეთი ცოდვებიც, მაგალითად ძიმე ცოდვებზე არ იყო გამოსასყიდი სისხლიანი მსხვერპლი, იმიტომ ძიმე ცოდვების ან მუშობამკვლელობაზეც იყო ჩაქოლვა ესეთი ტრადიცია. ან გამოსასყიდი მსხვერპლი არ ეხებოდა ისეთ ცოდვებს, რომელიც სასიკვდილო ცოდვები იყო. ასე რომ ძველი აღთქმის მღვდლობა, მღვდელმსახურება, რომელიც იერუსალიმის ტაძარში ლევიტელთა და არონიანელებით იყო საცეცხლო მსახურება, ახალ აღთქმაში გაუქმებულია იმ სახით, რომ იესო ქრისტეს ერთგზის დაღვრილი სისხლით მოხდა წარხოცა იმ დანაშაულების, რაც იყო არა მძიმე დანაშაულები, არამედ იმ სისხლიანი მსხვერპლის აუცილებლობა, რის გამოც ებრაელი ხალხს მიყავდა ცხოველთა სისხლი. და ამაზე ამბობს კიდევ პავლე მოციქული ებრაელთა წერილში, რომ ცხოველთა დაღვრილი სისხლით არ ხდება სინდისის სრულყოფა და არ ხდება ყდობა მკვდარი საქმეებისათვის, როგორც არის. ახალ აღთქმა მოიტანა ქრისტეს ძვირფასი დაღვრილი სისხლით თავისუფლება იმ დანაშაულებისგან, რაც პირველი აღთქმის დროს ხდებოდა. ანუ შუამავლობის ის გააუქმა, საჭიროება მღვდლის მეშვეობით. არავის აღარ არსებობს ისეთი პიროვნება, რომელიც შენს გამო აიღებს დანაშაულებს თავის თავზე და შენს გამო აგებს პასუხს შენი დანაშაულების გამო. როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში იგივე რჩება წესები, მაგალითად ბრუშობაზე და მკვლელობაზე, რაც იყო ძველ აღთქმაში. ეხლა ჩვენ არ ვიტყვით, რომ თვალითვალისაწინი იესო ქრისტემ გაუქმა თუ არ გაუქმა, მაგრამ იქ არის ნათქვამი, რომ ძველთაგან ნათქვამია იესოს, რომ თვალითვალისაწინი. მაგრამ მე გეუბნებოდ ხო, რომ არ ჩაიდინოთ, ანუ ვინც საკუთარ ძმაზე სიტყვის, ის უკვე დამნაშავეა. ვინც თვალით შეხედავს, უკვე იმრუშა. ანუ იესო ქრისტემ კი არ გააუქმა, ასე თქვა, თორის პრინციპები, პირიქით თვითონ აამაღლა თორის მნიშვნელობა და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ან მოსეს კანონები თუ მოწყალოდ კლავდა, უფრო მეტი მჟავი ედება მას, ვინც თვალით იმრუშებს. ამაზე ბევრი შეგვიძლია გავაგრძელოთ, რა განსხვავება ახალ აღთქმასა და ძველ აღთქმას შორის. ახალ აღთქმაში ის განსხვავება არის, რომ იესო ქრისტემ გაუქმა ის სისხლიანი მსხვერპლის აუცილებლობა, რომელიც ტაძარში ხდებოდა, თავის დაღვრილის ძვირფასი სისხლით გაუქმა საჭიროება შუამავლობის, არავინ არის პასუხისმგებელი, ვინც შენს გამო დანაშაულს თავის თავზე აიღებს, ეს გვადაგონახა, რომ არსებობს სიწმინდის გზა, თუმცა ის კანონები, რაც თორაში იყო, მკვლელობაზე და მუშობაზე, ეს არ გააუქმა. რა გაუქმა და რა არ გაუქმა, ამაზე თეოლოგები საუბრობენ და როდესაც ამბობს მათესახარება მოყოთხოვნე განსაკუთრებით თეოლოგებს, რომ არ მოვედი ჯულით დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად, დიახაც იმის აღსასრულებლად, რაც მას ეწევს სამონებში და თორაში. თორაში არ იგულისხმება მარტო მოსეს ხუთ წიგნებში, თორაში იგულისხმება წინასწარმეტყველებით. რაც იმაზე წინასწარმეტყველებით, რომ მოსულიყო მესია, რომელიც აიღებდა თავისი ერის ცოდვების გამოსასყიდ წვებს საკუთარ თავზე. ეს იყო სისხლიანი მსხვერპლის აუცილებლობის გაუქმება. ძველი აღთქმის ტაძრის მეშვეობით. აი მოვიყვანე ხა თომას სახარებას, რომელიც რატომღაც აპოკრიფულად მიაჩნდეთ, მაგრამ აპოკრიფული სახარება ნამდვილად არ არის, ის მეხუთე სახარებად არის კომენტატორთა მეორე აზრით, ანუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისგან და ისინი ორიგენე მაგალითად მოყავს თავის ნაშრომში თომას სახარების 42-42 გამონათქვამი,
არიან წმინდა მამები, რომლებიც თომას ახარებიდან ციტირებენ. თუნდაც პავლე მოციქული ციტირებს პირველი კორინთელთა მეორე თავის მე-9 მუხში, ვითარცა წერილას, რაც თვალს არ უნახია ურსასმენი და კაც არ გაუულია თავის გულში. ეს სიტყვები ჩვენ არ ხდება არც ესაიაში, არც სხვა ბიბლიის სხვა ტექსტებში. ეს სიტყვები ხდება თომას ახარებაში. ან თომას ახარება იყო კანონიკური ტექსტი, რომელიც მე-4 საუკუნეში რატომაც დაუმალეს იმპერატორს, რადგანაც ამ სახარებაში რომელიც ახლა ჩვენ ვაპირებთ გამოვცეთ, არის გამოცემული გნოსტიკური სახარება. ეს არ არის არც გნოსტიკური წერილი, არც აპოკრიფული წერილი. ეს არის სუფთა სახარებისეული, იმდროინდელი, ან მეორე საუკუნეში დაწერილი, მეორე საუკუნით ხდება იმ ქრისტიანების აზროვნებაა გადმოცემული, რაც იყო კონსტანტინემდე, სანამ შეიქმნებოდა ეს კათოლიკური მართლმადიდებლობის წამს. მანამდე როგორაც განსხვავებული აზრი იყო რა, ახალ ღვთისმსახური გაგება იესო ამოს ესეთ რაღაცა თომას ახარებაში. დაანგრიეთ ეს სახლი და აღარავინ არის, ვინც მას კიდევ ერთხელ ხელახლა აშენებს. სახლში იგულისხმება ის ტრადიციები, რაც იყო იერუსალიმის ტაძარში, სისხლიანი მსხვერპლის აუცილებლობა. აი ამის გასაუქმებლად მოვიდა და აღსასრულებლად ის, რაც მასზე ეწერა. ეხლა შეიძლება კითხვა, რა საჭირო იყო იესო ქრისტეს საერთოდ დაბადება, იესო ქრისტეს ჯვარცმი ციკლი, წამები ტანჯვი ციკლი და რა საჭირო იყო მის მესამე დღეს აღდგომა. ანუ აღდგომისა და ამაღლების შესახებ ეს უცხოელი იყო ებრაულ ტრადიციაში, იმიტომ რომ ელიასიც ელიას აღადგენს და ორივე ასე ვთქვათ ენოქიც და ელიაც ჩვენ ვიცით რომ აიტაცა, ხო? ანუ ამაღლების ეს ფორმა, როდესაც განსხვავებულია შედარებული იესო ქრისტეს ამაღლებასთან, იესო ქრისტეს ამაღლებაში და მის კვეთაღდგომაში არაფერი უცხო არ უნდა ყოფილიყო იუდეველებისთვის. რომ იგივე ფაქტები ხდება ელიას შემთხვევაში და ენოქის შემთხვევაში. აი მაქვს ლევან ერთი კითხვა. რატომ მოკვეთა მართლმადიდებლურმა სამყარომ ენოქის წიგნი? ყველას აინტერესებს და ყველას აქვს ეს კითხვა თავში გავლებული. მართლმადიდებლურ სამყაროს არ მოუკვეთია. ეს მოხდა ქრისტიანი ებრაელების მეშვეობით. ეს ტექსტი დაიწერა საბიან აბრაამისტების ხელში, ანუ იქ დროს არამეული დამწერლობა იყო და არამეული იგივე მეორე დამწერლობა არაბებისთვისაც ორ ენაზე იყო. არაბები არამეულადაც კითხულობენ და არაბულადაც და ასე რომ ეს არის შექმნილი ყურანის მიმდევრებსა და საბიან აბრაამისტების მიერ. ადრე ერთად იყვნენ ესენი, მაგალითად დვანისის ეპარქიაში არის ტაძარი, სადაც იქვე კომპლექსში მეჩეთიც არის მიშენებული ქვერცი. ყურანით და ბიბლიის ტექსტებიც ადრე ერთად იწერებოდა. ყურანის გაგნილებშიც არის აღმოჩენილი ენოქის არამეული ვერსია. ასე რომ ენოქის წიგნს ისლამშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ და უწოდებენ ასე ვთქვათ იდრისის წიგნს. და ყურანში ოღონდ არის რომ 30 წიგნი მიეცა ალლაჰისგან იდრის, შუამავალ იდრის. ანუ აღიარებული ავტორიტეტული წიგნია. იდრისი როგორც ენოქი. ხო, როგორც ენოქი, აღიარებული ადამიანთან მეშვიდე. ამის გაუქმება, ამოღება საღვთისმსახურებრივი ტრადიციიდან დამალვა, არც ებრაულ ბიბლიაში არ არის შესული. გამოიწვია იმან, რომ ეს ეწინააღმდეგება თოლის გარკვეულ პრინციპებს, ანუ არის რაღაცა წარღვნის თემასთან დაკავშირებით, რაც ბიბლიაში კითხვებს აჩენს. თუნდაც ნეფილიმების არსებობის შესახებ და ამაზე მხოლოდ პასუხს სცემს ერთადაც ენოქის წიგნი. მაგალითად პეტრე მოციქულის მეორე წერილში ჩვენ ხვდებით ხო დასჯილი ანგელოზების შესახებ, რომელიც ჩაყარა ჯოჯოხეთში, ტარტაროზე წერია ბერძნულში, მაგრამ ამათ ჯოჯოხეთი თარგმნეს. ამის შულება კან ტარტაროზიც განსხვავებული ხედვა უბრალოდ არ არის შეიძლება ასე ვთქვათ ჯოჯოხეთის რაღაცა ფენი, იმიტომ ჯოჯოხეთის 4 ფენას აქვს ენოქი ტარტაროზი ისა, ჯოჯოხეთი ტარტაროზი არ არის. თუმცა ჩვენ ვიცით რომ ის დასჯილი ანგელოზების შესახებ პეტრე მოციქული ახსენებს თავის მეორე წერილში. და ამაზე იყო დავა რამდენად კანონიკურია, რამდენად ავტორიტეტულია პეტრეს მეორე წერილი. მარტინ ლუთერს ჰქონდა მე მგონი ამაზე დავა იაკობის პირველ წერიზე, რომელიც არის შესული ახალ აღთქმაში და პეტრეს მეორე წერიზე, რომ ესენი არ არის კანონიკურები. ჯერ კიდევ როდის იყო ამაზე დავა არის თუ არ არის. თუმცა ორივე კანონიკურ წიგნებში არის დღეს ახალ აღთქმაში. სადაც ჩვენ ვკითხულობთ აშკარად ამ ინფორმაციას, ასევე იუდას წერილში. და ეხლა შეიძლება კითხვა, საიდან ქონა პეტრეს ამ ცნობებზე ისტორიათა ცნობა, თუ ბიბლიაში არსად არწერია დასჯილი ანგელოზების შესახებ. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიტყვით რომ ანგელოზები დაისაძა როგორც ტარტაროში ღმერთმა ჩაყარა განკითხვის დღემდე, როგორ არის იობის წიგნში რომ ეს ეშმაკი ადის ზეცაში და იობზე ბრალს დებს. აბა გაიწოდე ხელი და დასაჯდო პიშობა არ დაგიწყოს. ანუ ბრალმდებელი ხო არის? რა უფლებით ადის ეშმაკი თუ ის დასჯილი და ტარტაროში ჯაჭვობით არის დაწვდომილი? აქ ჯაჭვებიც არის ნაცვლად. პეტრეს წერილში ჯაჭვები დაამწვია ტარტაროში. ესეთი კითხვები ჩდება რა და რა თქმა უნდა ენოქის წიგნიდან არის ეს. აი ჯაჭვებზე მახსენდება ამირანი, ზუსტად კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი. ან რაღაცა ისინი არის მითოლოგიური, ეს მითოლოგიას ხო, მაგრამ შეიძლება რაღაცა გაიგივებული იყოს ზოგი რაღაცა. აღებული კონდეთ ბერძნებს და ქართულებს. მაგალითად ერთ-ერთმა იუდეველების წარმომადგენელმა რაბინმა აღიარა, რომ კაბალა გადაწერილი არის კოლხბედიასგან. პირველად გავიგე ეს ფოტოშოპს. კაბალა? ხო, ანუ ეს არის
ოკულტური წიგნები რა, როგორ გითხრათ. ალქიმია და ესეთ რაღაცები რა, ჯადოქრობას ეხება, არის აღებული კოლხური მედიასგან. ეს წიგნები კაბალა არის მაგიდან გადაწერილი. აქვე მინდა დაგიცვა ლევან კითხვა ყველაზე დაფარულ წიგნზე, ყველაზე დიდ ცოდნასთან დაკავშირებულ წიგნზე ეს არის გიგასის კოდექსი. აი რო გავშალოთ უფრო ეს თემა, რა არის გიგასის კოდექსი და რა არის დაწერია შიგნით. მე არა მაქვს შეხება. და რატო არის დაფარული? ესე მაგ წიგნზე მე შეხება არა მაქვს და ჩემი ვერსიით ახლა რამდენად მნიშვნელოვანი არ ვიცი სვენელისთვის. მე ერთი კრიტიკული კითხვა მიჩნდება. როგორ შეეძლო ერთ ღამეში ბერს რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ქონდა გამოთადა. ხელის დაზიანებული ხო? დაეწერა ტყავი, ვირის ტყავი თუ რაც არის ხო ის პერგამენტზე. ხო. ზუსტად იგივე ციფრები, რომ არც ერთი დაღლა და ის არ იქნება განსხვავება. და შეეკრა წიგნად. ამ სისქე წიგნის დამუშავებას და გამოცემას დრო სჭირდება, კლები. სტამბად სჭირდება და ყველაფერი ეს უცბად არ გაჩნდებოდა იქ ჰაერზე, ჰოპ და გაჩნდა. ეს ხო მისტიკაა. რა თქმა უნდა. თუ ეკლესია ამას უშვებს, რომ მისტიკაა, ხო როგორც ბორს და ღვინოზე გადაექცევა მაგაზეც შევეხმით ახლა. მაშინ რატო უნდა უარყონ, რომ ესეც ხისგან არის ეს წიგნი გაჩენილი, ხო, ზეგარდა მოვლენილი, რომ გაჩნდა და არავის არ დაუწერია. თუ მეუბნები რომ დაწერა შეუძლებელი არის, რომ ვიღაცას უცბად აი ეს წიგნი ჰაერზე შეეკრა და დადებული იყო ამ სისქე წიგნი. თან ამხელა არის, ხო, რამდენი კილო ეგეც არის. როგორც ვიცი 12 კილოიანი წიგნი. ხო და ჩემთვის მაგალითად შეუძლებელია. მე ვფიქრობ ასეთ ვარაუდობ ამ ეს კრიტიკის საფუძველზე ვიძახი რომ ეს წიგნი იყო პირველი ბიბლია ასე ვთქვათ, რომელიც შემდგომში რომის პაპ დამასკოს პირველით მეშვეობით იერონიმე მთარგმნა ებრაული წერილებიდან ებრაულ წერილებზე ადრინდელი იყო ეს რომელიც ინახებოდა ვატიკანში და რახან ეს იპოვეს დააბრალეს და შეთხზეს არ შეეშლება კათოლიკურ მართლმადიდებლობას როგორც სინოქსის იქ შეუთხზეს რომ ერეტიკულია ისევე შეთხზეს და თქვეს რომ ეს არის სატანის ბიბლია რახან იქ ფოტოზე სატანა არის გამოსახული ხო არის ახლა ეგე ეშმაკი სატანა რომელიც მოწინააღმდეგე სახელით არის ცნობილი ეხლა შენ ფურცელზე დამიხატავ ეშმაკის გამოსახულებას თუ კორინთელთა ეპისტოლეში ჩამიწერო სატანა წუთისოფლის ღმერთია ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს თუ ეკლესია ადასტურებს რომ არსებობს ეშმაკი და არსებობს ზეციური მთავრობა და მხედრობა რომელიც ჯადოების თუ რაღაც სახით მოდიან აჩნდების სახით ადამიანების ხელს ეპატრონებიან ხო არის შეფობილობა ესეთი ზუსტად იმ გიგასის კოდექსში არის ეგზორციზმის ლოცვები რა დემონს რა ლოცვები უნდა წავუკეთო ასევე სულის გამოძახება როგორც სპირიტუალური სეანსი საულის სული რო გამოიძახა საულმა ბიბლიაში წარიე სპირიტუალის მიმართავდნენ ებრაელებიც და ყველაფერი წერია ასე ვთქვათ ოტიდო კი აი მე ვფიქრობ რომ კათოლიკურმა მართლმადიდებლობამ ეს წიგნი დააბრალა სულეთ უსაფუძოდ და გამოაცხადა დემონის წიგნი იმიტომ იქ აბრაამის შესახებ არის დაწერილი და ჩვეულებრივი ბიბლია რომელშიც განსხვავდება იმ ბიბლიისგან იმით რომ აბრაამის წიგნზეც მე მგონი აბრაამის წიგნიც არ შეშულა შეთის წიგნიც არის ადამიანის წიგნიც არის და ენოქის წიგნიც არის რაღაცები არის ეხლა მე პირადად არ ვიცნობ არა მაქვს აღრეცხილი რა თემონენაზია ხო რა წიგნია მაგრამ აშკარად განსხვავდება ჩვენამდელი ბიბლიისგან არის ის რაღაცა საკრალური ინფორმაციები რისი გამჟღავნებაც არ უნდა კათოლიკურ ეკლესიას თუმცა ეგზორციზმში იყენებენ იგივეს რაც იქ უწერია გიგასის კოდექსში საიდან არის ეგზორციზმის რიტუალი თუ არა იმ წიგნიდან თუ ეს წიგნი არის არაავთენტური და ესა დემონური რატო წერია განდენის ლოცვები ხო ჩდება კითხვა დემონური წიგნი რო იყოს იქ არ ეწერებოდა როგორ რომელ დემონს რა უნდა წაუკითხო რომ გავიდეს ადამიანთან მაშინ ადამიანისგან და თუ ეს არის დემონის დაწერილი დემონის საკუთარ თავის ნამდვილ ვერ დაწერდა შენ აი ეს ლოცვა წაუკითხო რომ მე ამ ადამიანისგან გავიდე მე ვფიქრობ რომ ეს სპეციალურად დამალეს და უამრავი დაფარული ინფორმაციებია რომელზეც საუბარსაც გარძალავს ასე ვთქვათ სამღვდელოება ვერ ვიტყვი იმიტომ რომ სამღვდელოება შეიძლება ჩვენც უგულისხმოთ საკუთარი თავი ვიც წინა წერილებს იკვლევს სამღვდელოება როგორც ორიგინე თავისი ღვთისმშობლისადმი მიმართულ ლოცვაში ლუკას ახარების ჰომილიებში ამბობს შენი მეშვეობით კაცობრიობა სამღვდელოებად იქცა ანუ სამღვდელოებაში შეიძლება შედიოდეს არა მარტო კათოლიკური მართლმადიდებლურებთან არამედ პროტესტანტული და ის გამოყოფილებთან რომელიც არ არის იურისდიქციაში კათოლიკური მართლმადიდებლობის და პროტესტანტული მართლმადიდებლობის. აი ლევან არ შემიძლია არ დაგისვა ეს კითხვა რა აი ვერ ვისვენებ რასაც ვი აი როგორ ავხსნით ამას იოანეს გამოცხადებაში დაუწერია მუქლი 20:7 2000 წლის გასრულების შემდეგ სატანა დაეხსნება თავის საპრობელენან და
4-ვე მხრიდან გამეფდება რა დედამიწის 4-ვე მხრიდან. ყველას ეგონა რომ ეს მოხდებოდა ქრისტეს შობიდან 2000 წლის გასრულების შემდეგ და წერია სხვანაირად რომ 1000 წლის გასრულების შემდეგ, როდესაც უკვე ქრისტე მეორედ მოვა. აი ეს გავშალოთ ეს და მარა ძალიან. გამოცხადების მე-20 თავში საუბარი არის ქრისტეს დაბრუნებაზე და 1000-ლოვან მმართველობაზე. სანამ მივათ მაგ მოხრამდე რომ სატანა 1000 წლის მერე გათავისუფლდება და წინააღმდეგობას გაუწევს იესო ქრისტეს და მის მხედრობას, მის წმინდანებს დახოცავს. მანამდე უკვე ქრისტე მოსულია და 1000 წელი მმართველობს დედამიწაზე. მე-20 თავის თანახმად გამოცხადებს. ასე რომ ის წოდება რომ ქრისტეს მოსვლამდე მოხდება სატანის ასე ვთქვათ წინააღმდეგ წასვლა არის აბსურდული და გაუგებარი. 1000-ლოვანი მმართველობის დადგომას მართლმადიდებლობა მიიჩნევს როგორც დამატებით მოწყობას და ის უწოდებს ამ გადმოცემას როგორ გითხრათ ქილიაზმურ წინასწარმეტყველებას. ქილიაზმი ნიშნავს 1000-ლოვან მმართველობას. ბერძნულად ეს ითარგმნება თეოლოგიურ ჭრილში. ანუ მართლმადიდებლობა 1000-ლოვან მმართველობას არ აღიარებს. რომ ქრისტე 1000 წელი მოახდა და იმედებს. კატეგორიული წინააღმდეგი არის მაგ დოქტრინის მიმართ, რომ ქილიაზმურ წინასწარმეტყველებას უწოდებს. ხონიან სასულიერო პირებთან მაგაზე დებატები, ასე საჯაროდ არა, მიწერ მოწერით Facebook-ს და პირად ჩატში, რომ ქილიაზმურ წინასწარმეტყველება მოგხმართ ჩვენ 60 მემკვიდრეობის წევრი ისინი ვართ. მემკვიდრეები ვარ და ჩვენზე მოციქულთან სულისმით არის მემკვიდრეობა. თუმცა რო შევადაროთ პირველ 60 ეკლესიას დღევანდელი მართლმადიდებლური სწავლება უბრალოდ არ მაქვს მე ხელდასმული საუბარი. რო შეიძლება ხელდასმული იყო, მაგრამ სწავლება არ ქონდეს ერთი, ეს მოგეხსენებათ არიოზის შემთხვევაში, არიოზის და სხვა მარკიონის ხელდასმული იყვნენ, ასევე რა ქვია მაგას, ნესტორის ხელდასმული იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ესენი ეკლესია თვალებლებად შერაცხა, მაგრამ რატომღაც მართლმადიდებლობა თulis რომ ესენი მწვრთნელები არიან, რადგანაც მწვრთნელობთ ხელდასხმას მიღებული. და ამავდროულად გამოცხადებაში საწერილ ქილიაზმურ წინასწარმეტყველებას უწოდებენ მას, რაც ოფიციალურ ეკლესიამ წმინდა წერილად შერაცხა. და გამოცხადების მე-20 თავზე მე არც ერთი სასულიერო პირი არ მინახავს, რომ ასე ღიად საუბრობდეს იმ თემაზე, რასაც თქვენ წამოჭერეთ. 154 გვერდზე ენოქის წიგნში. შეჯობია შევეხოთ მაგ თემასაც რა. კი, ზედმეტი კითხვის გარეშე გისმენთ. ანუ ეს წიგნი თვითონ ენოქის წიგნი, ენოქი ეუბნება მეთუშალას წავიკითხო ამ ტექსტს 92 თავის პირველ მუხში. კი ბატონო, გისმენთ. ახლა კი შვილო მეთუშალა ეს ყველაფერი რასაც გეუბნები და წერ შენთვის, ყველაფერი გაგიცხადე და ყველაფრის შესახებ დაგიწერე წერილი. ასე რომ შვილო მეთუშალა გაუფრთხილდი მამაშენის წმინდა წერილებს, სიტყვასიტყვით ესე არის, წმინდა წერილებს და გადაეცი ისინი მომავალ თაობას. ეხლა მეორე მოხდა. სიბრძნე მოგეცი შენ და შენ შვილებს და შენ შვილიშვილებს, რომლებიც კიდევ დაიბადებიან, რათა მათ გადასცენ თავიანთ შვილებს თაობიდან თაობამდე. ეს არის ეს სიბრძნე, რომელიც აღემატება მათ აზრებს. ანუ თავის ნაწერს ამ წიგნს ენოქი უწოდებს წმინდა წერილს. ენოქი ადამიდან მეშვიდე პირველი პატრიარქი უწოდებს წმინდა წერილს, ვიღაცა რომ მოგვედაოს აბა რა ის წმინდა წერილი არის, ეს ხომ დაწერა, არა, ის თავისი ავტორი წერს, ეს არის შვილს წერს, ჩემი წმინდა წერილები და გადაეციეს მომავალ თაობას და გაუფრთხილდი. მინიშნება გაუფრთხილდი, რომ ესე იგი აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამის განადგურება შეეცდება. სხვანაირად რატო ეთყოდა გაუფრთხილდი? წინასწარ იცოდა ამ აბორტის შესახებაც საუბრობს, რომ ნაკუცებად აქცევენ თავიანთ შვილებს და როდის საუბრობთ? როდის საუბრობთ და წარღუნამდელი ცივილიზაციას საუბარი. არის კიდევ კვლევართა, კომენტატორთა ვარაუდით, რომ ეს წიგნი ნოემ შეიტანა თიხის ფირფიტების სახით კიდობაში. ამაზე სხვათა შორის საუბრობენ თეოლოგები, არ ვიცი, გიორგი ხოსალია რამდენად საუბრობს. ძველი ახლის ლექტორი არის აკადემიაში, არ ვიცი, არ ეხება ამ თემას, მაგრამ იმას ამბობს, რომ ნოემ კიდობაში შეიტანა ადამიანის ცხედარი. რაღაც გარკვეულ ნაწერებთან ერთად. ჯურის ადამიანის ცხედარი? ადამიანის ცხედარი შეიტანა. იმიტომ რომ წარღვნა კატაკლიზმი მოხდა და ფაქტურად ჩვენ ხო ვიცით, რომ ადამიანის თავის ქალას მაცხოვრის სისხლით ეპყურა და გამოსყიდვა მოხდა. ესე არის თეოლოგიაში. როგორ ეწოდებოდათ მაცხოვრის ადამიანის საფლავის შესახებ, როდესაც კატაკლიზმები მოხდა და დაინგრა კონტინენტები გაიხლიჭა და თავიდან ბოლომდე კაცი ცუდად გახდა, რომ გამოვიდა კიდობანი და ვეღარ იცნობს საფყარო. როგორ დალია დაიწუნა რა, ნოე გული წავიდა. ან საერთოდ კატასტროფა იყო, ქაოსი იყო, რომ გამოვიდა ნოე. კიდობრინა, იმდენად არეული იყო სამყარო. და სად ეწოდებოდა ნოეს ადამიანის ცხედარი სად იყო? ამ კატაკლიზმების მე ასულიწმინდა ეთქო და აქ არის და იქ არისო. ამ კონტექსტში ამბობენ რომ თეოლოგები რომ აქ ჩემი აზრი არ არის, მე არ ვიცი შეიტანა თუ არ შეიტანა. თუმცა არის ვერსია რომ ეს ადამიანის სულები ნოემ კიდობაში შეიტანა. და არის გადამოცემა რომ ენოქის წიგნი თიხის ფირფიტების სახით შეინახა. კიდობაში და როდესაც კიდობიდან გამოვიდა ნოემ თავის შვილს
გადასცა ეს ციგნები თიხის პირპიტების სახით ქალაქ სეფარვაიმში, რომელიც ესაიას 39 თავში არის მოხსენებული. ეს სად არის ისად იყო დღევანდელია ეს? ერაყი, ჩრდილოეთ ერაყში არის ბაბილონური გათხრები რო აღმოჩნდეს, ბაბილონური ქადოლის ისტორიაში გიორგი სვინკელოძე ეხება ჩვენ შინაარსში მიწერია ზუსტად რომ იმ ქალაქებში, იმ ერთ ქალაქში, რომელსაც ბიბლიაში სეფარვაიმის სახელით არის, ესაიას 39 თავის 19 მოხში აღმოჩნდეს თიხის პირპიტებზე წარწერები, არ ვიცი ხა რუსული შუმერული დამწერლობას უფრო გავს, სადაც იყო წარღვნებელი ცივილიზაციის დროინდელი ნაწერები და მათ შორის ენოქის ციგნიც, რომელიც ნოემ კიდობიდან გამოიტანა. ანუ გადანახული იყო აი ამ ქალაქში სეფარვაიმში ეს წარღვნის შემდეგ, რომელზეც საუბრობს ასურბანიფალის ბიბლიოთეკაც. კვლევარები ლაპარაკობენ ასურბანიფალი თავის ბიბლიოთეკაში საუბრობს წარღვნდელი ცივილიზაციის დროინდელ ციგნებზეც. პირველი დამწერლობაც, რომელიც საფათაშორის ანგელოზემა შეასწავლეს ადამიანებს. აქ წერია ენოქი, ვინ შეასწავლა დამწერლობა ადამიანებს. ეს არის ანგელოზი პენემუელი. ეს ასახელებს პირველი დამწერლობის შემოტას სამყაროში. ესე იგი, ენოქის ციგნი ამბობს, რომ დამწერლობა ადამიანს არ ჰქონდათ და ამბობს, რომ ადამი იმიტომ არ შექმნება, რომ წერილობით გადაეცათ ჩვენი საუბრები. ანუ ისინი ერთმანეთს საუბრებოდნენ, არ ჭირდებოდა მათ წერილობის სახით ერთმანეთს ლაპარაკი. იმდენად ახლოს იყო მჭიდრო კომუნიკაცია. დამწერლობა უკვე ანგელოზებმა რო შეუქმნეს, ამ დამწერლობით უკვე ბევრი ცოდავს და ბევრი ხალხსიტყვებს ეს თვლი და ამახინჯებენო იმას, რაც ღმერთმა ადამიანს პირდაპირ ჩაუდო გულსა და სულში. და იესო მაგიტო ამბობს, რომ ძველ აღთქმაში, აი თქვენ რო მითხარით, რომ აი რითი განსხვავდება ძველი აღთქმა ახალი აღთქმისგან. განსხვავება არის მხოლოდ აღთქმის აღსრულებასა და ჯურის იმ ტრადიციის შუამავლობის გაუქმებაში, ხდობის არონენი ხდობისა, რასაც ვისაუბრეთ. თუმცა იქ არის იერემიას 33 თავია თვარსთებით 30-ე, სადაც ამბობს საბაოთი უფალი, იესოს ზეციერი მამა, რომ ახალ აღთქმას მივცემ ჩემ მერს, არა ისეთ სავით, რომელიც დაუდე მათ მამებს, როდესაც ეგვიპტიდან გამომხდნენ, არამედ ახალ აღთქმას, რომელზეც სულზე და გულზე დავაწერე. აღარავინ აღარავის ერთმანეთს აღარასავი შეიცან ღმერთი. დიდი ან პატარიანი ყველასათვის ცნობილი ვიქნები. და ეს მოხდა უკვე ქრისტეს აღდგომის შემდეგ. ანუ აღარ არის საჭიროება ძველი აღთქმის. თორე აღთქმა არ შეიძლება იყოს ძველი და ახალი. ამ კონტექსტში არის ძველი და ახალი მითითებული არის, რომ საფუძველი ახალი აღთქმისა იწყება ისევ საბაოთო ფისაგან, რომელიც ძველად იყო დადებული აბრაამის. შენი თესლიდან ეკუთვნება დედამიწის ყოველდღე. აბრაამში ახლდა ეს თესლი, როგორც პავლემოცული ქარაკტერის მესამე თავში, ხო? არის ქრისტეზე. ქრისტედან იწყება უკვე ახალი ცნობიერება. იქ აღარ არსებობს იუდეველი, რომაელი, ქართველი თუ ბერძენი. ქრისტეში ერთიანობა არის, რასაც თორა კრძალავს. თორა მხოლოდ იყო დაწერილი ებრაელებისთვის. იმიტომ რომ ჯული მარტო ებრაელებს მისცა ღმერთმა და სხვა ერს არ მიუწია. მაგრამ ახალი აღთქმის შემდეგ უკვე წარმართთა სინათლედ გახდეს აღსრულდა წინასწარმეტყველება და გავიდა წარმართების სინათლე იქადაგა ქრისტეს სახით. ანუ ქრისტე არის სინათლე. როდესაც შენ ქადაგებ ქრისტეზე, შენ ავტომატურად ხდები ქრისტეს თანამონაწილე იმ სინათლეში და ხდები შენ ლამპარი ღვთისმოქმედში, რომელიც ანათებს. და თუ არ ანათებს, ის უკვე უკუნეთია. ანუ ჩვენი მოვალეობა ის არის, რომ თანათების სახით რაც მოხდა ქრისტემ, ის სინათლე გავიტანოთ ხალხში, წარმართებში და ვიქადაგოთ. ადამიანი, რომელიც ძველ აღთქმას უარყოფს და მარტო ახალ აღთქმას მიიჩნევს, ასე ვთქვათ, ავტორიტეტულად ის ადამიანი არის გზასამწყარი და დაბნეული. და მით უმეტეს, როდესაც რატომღაც ამ აშენებ ტაძრებს, რომელიც მოციქულების აწმინდებს უწოდებენ ადრიან სოლომონის მიერ აშენებულ იერუსალიმის ტაძარს. რასაც არაფერი კავშირი არ აქვს ძველი აღთქმის ტაძარსა და დღევანდელ ჩვენს ტაძრებსაც ვერ უწოდებს აწმინდებს. და ცოტა უხეშად დღეს ტაძარი უწოდო იმას, რასაც მოციქულები კრების ადგილს უწოდებენ. ამ მნიშვნელობა აქვს ეს რა იქნება. ამას ეკლესიას უწოდებს ტაძარს კედლებს, რა თქმა უნდა ეკლესიას კედლები არ აქვს, იმიტომ რომ ფილემონის პირველი წლის მეორე მოხში პირდაპირ ამას პავლე მოციქულია, მომიკითხეთ თქვენი სახლებობა და ეკლესია რომელიც ჩვენ სახშია, ფილიპოსის. თუ ეკლესია კედლებია და შენობა არის, მაშინ ლოგიკური კითხვა ხდება, რა უნდა იმ კედლებს ჩემ სახში. მაგრამ ამ კითხვას რო ვცემ, ან სვავ საერთოდ იწყებენ მერე კრიტიკას, აუ შეიაღუველო, პროტესტანტო, ისა ეკლესიის მტერო, დედა ეკლესიის რაღაცა ის, ცივიცამები, ბრანდებელი ვინ არის? ესე გამოდის, რომ პავლე მოციქულის კრეხილი ყოფილა დედა ეკლესიის მტერი ყოფილა. თვითონ ტერმინი დედა ეკლესიაც კათოლიკურ მართლმადიდებლობას შექმნა, აიღო საიდან? მარტინ ლუთერიდან და ასევე კალვინისტური მოძღვრებიდან. მაგალითად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო ფოტი მესამე თვალწები, ფოტი მესამე ერქვა თუ მან გააგზავნა თეოლოგები დასავლეთ ევროპაში კალვინისტური მოძღვრების გადმოსათარგმნად. რომ რამენაირად ძალაუფლება ჩაიგდო ხელში განვითარების, ანუ თვითონ წამომჩარიყო, რომ დაპირისპირებოდა ბერძნულ თეოლოგებს. ანუ ჩვეულებრივად ის, რაც ახლა
მართლმადიდებლური ბიზანტიიდან მოდის ეს სწავლებები არის კალვინისტური ელემენტები შესული. თუნდაც ის ტექსტი, როდესაც საუბარი არის თუ ეკლესია არ არის შენთვის დედა, მაშინ მამას ღმერთი ვერ გახდება. ეს არის ჟან კალვინის ციტატები თავისი ნაშრომებში. და ჟან კალვინი იყო ერთადერთი პროტესტანტული ფრთა დასავლეთ ასე თქვა დასავლეთში, რომელმაც გამოუცხადა ბრძოლა განსხვავებული აზრის მქონე ქრისტიანებს. და ცეცხლშიც კი წვავდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც მის თეზისებს უწინააღმდეგებოდნენ. არსებობს ესეთი პიროვნებები, რომელიც ცეცხლში დასვდა ამას მალავს. კათოლიკური მართლმადიდებლობა, პროტესტანტებთან შეწყვილიანია და ესენი არიან ერთი თეოლოგიურ ჭრილში. აშკარად იცნობს მათ ნაწერებში პროტესტანტულ ელემენტებს. თუნდაც მამის პლერომას ვახსენებს ერთ-ერთი სასურველი სახელმწიფოს არ დავასახელებ, თუ აღიარეთ რომ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ გნოსტიკური წერილები, რადგან ის არის აპოკრიფად მიჩნეული, მაშინ შენი სასურველი არ უნდა ხელმძღვანელობდეს მაგ ტერმინებიდან, გნოსტიკური ტერმინებიდან, არ უნდა ხმარობდეს სიტყვას მამის პლერომა. სინათლე, უხილავ, პლერომა ესეა გნოსტიკურში. და ჰიპოსტაზი სიტყვა ტერმინი, რო ვეკითხები, თვითონ ჰიპოსტაზი აგვიხსენით რა არის? ჰიპოსტაზი არის, ანუ მრავალი პიროვნება ერთ პიროვნებაში, ერთი პიროვნება მრავალში. შეიძლება ერთი 12-იც იყოს. არის ესეთი წინი არქონტეფის ჰიპოსტაზები, ანუ არ არის მაინც და მაინც აქ სამზე საუბარი. უგინათ თუ არა ჰიპოსტაზის სამს ნიშნავს. შეიძლება 12-იც იყოს. მაგალითად იუდაიზმში არსებობს სეფიროთების სახით 9 სუბსტანცია, რომელიც ერთი სინათლიდან მოდის. და არის ესეთი რომ 10 ის არის სეფიროთია, ერთი სეფიროდან გამოდის 9 სუბსტანცია და კათოლიკურმა ისა პროტესტანტულმა სამყარომ ღვთაებრივ სუბსტანციაში 9 სეფიროთის დაუშვა. ანუ 9 სუბსტანციას დაუშვა. წარმოგიდგენიათ, როდესაც მართლმადიდებლობაში მხოლოდ 3 სუბსტანცია. ამის და სულის მისახით. და შენგან გამიგია ენოქის წიგნი, ენოქის წიგნი და ნუ მოკლედ ენოქის წიგნთან დაკავშირებით ბევრი სასულიერობითი გამექცაო. ჩემ მოძღვარისკიო და ზოგადად ჩემი სიტყვები არ არის ეს ან ვინც ჩემგან იყიდა და ჩემი სმენელი არის და ასე ვთქვათ უშუალოდ ჩეხი. ხო, ეგ ახსენეს რომ ვისაც კი უხსენე ენოქის წიგნი გაჩვენდა. აზოგი აღარ გაუგრძელებია ჩვენთან და რატომ? ანუ ფაქტობრივად ეს წიგნი გამოცხადდა აკრძალული წიგნი, საიდუმლო წიგნად, რისი გახმაურებაც უკვე ფაქტობრივად მართლმადიდებლობიდან გადახრის ნიშნად აღიქმება. ანუ უბრალოდ რო თქვა რომ ეს წიგნი სამოციქულოა, უკვე ეჭვის თვალით გიყურება. და არც საუბრობს ეკლესია ამ წიგნის შესახებ, იმიტომ რომ ეს წიგნი არ ვიცი ხა რისი წინააღმდეგობა რასაც წინააღმდეგობა, მაგრამ აშკარად რო წინააღმდეგობაში მოდის არა მართლმადიდებლობასთან მხოლოდ, არამედ ამხელს იუდაიზმის არასწორ მიდგომას თორასთან მიმართებაში. აი ეს ერთადერთი წიგნი არის, რომელიც ამხელს. ის რაც ნაწერები მოსეს სახით თორას გადაეცა, ესენი მალავენ იმ წიგნს. ჩვენ მოგეხსენებათ ხო, ნეშტა წიგნებში და მეფეთა წიგნებში არის ინფორმაცია, რომ მღვდელმა ხილკიამ იერუსალიმის ტაძარში იპოვა მოსეს 5 წიგნები. მოსეს წიგნი, რომელიც დამალული იყო და აქამდე კაცშვილმა არ იცოდა სამღვდელოება ამ წიგნის არსებობის შესახებ. მეფე იოშია გამოვიდა შემდგომ საჯაროდ ისრაელისში და ეს წიგნი წაიკითხა თავინებურად. იმ დღეს თუ ეს იქნებოდა თლიანი ბიბლიას ერთ დღეში ვერ წაიკითხოდა იოშია. რა თქმა უნდა, არის ვერსიები, რომ ეს მოსეს წიგნეული იყო ვაფშე სხვა ინფორმაციები, რომელიც დამალული იყო და რახან ამ დროზე მეფე იოშიამ და ეს წიგნი დამალულად ითვლებოდა და იერუსალიმის ტაძარში ჩვეულებრივი კეთილსახურება იყო აშერას ძეგლები და ასევე იყო ბაალის კეთილთაყვანის ცნობები და უამრავი ღმერთები, რომელიც სოლომონმა დაუშვა. რა დარწმუნებული უნდა ვიყო ჩვენ, რომ დღეს ოფიციალური სახელმწიფო მართლმადიდებლური ეკლესია სწორს ვენაზე დგას და იცავს იმ ტრადიციას, რაც თქვათ იუდაიზმში იყო. იუდაიზმს თუ კონდა დამალული, რატო არ შეიძლება ამათაც კონდეთ დამალული წიგნი? ხო, ლოგიკური კითხვა ხდება. და რა ინფორმაცია შეიცავს, ეხლა მე ამას ვერ ვიტყვი, რომ ვისაც ეს წიგნი აქვს და თვითონ იმათმა უნდა უპასუხონ ამ კითხვას. მე ცის ვერავის ვერ დავწავენ და ვერ ვიჭურავებ ახლა რის გამო აქცეს და რის გამო არ აქცეს. არსებობს 5 მიზეზი, რასაც კვლევარები ადასტურებენ, რომ ვარაუდის დონეზე რატო აიქცალა, ეს პირველ რიგში თორას ეცინააღმდეგება და მეორე რიგში იუდეველები უარყოფენ დასჯილი ანგელოზების არსებობის რეალობას, რომ ისინი სადღაც არიან ტარტაროში. მესამე ის არის, რომ ასე ვთქვათ, დამწერის ვინაობა უშუალოდ ენოქის მიერ უნდა იყოს დაწერილი, ეს არ დასტურდება, რადგან ენოქის წიგნის დაწერის თარიღი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 300-დან ძველი წელთაღრიცხვის 100 წლამდე მოდის და მეოთხე არის, რომ ეწინააღმდეგება ებრაელთა თვარის კალენდარს, რომელზეც იღებს ებრაული დღესასწაულები საფუძველს. ენოქის წიგნი არის მზის კალენდრის მიხედვით, მზის კალენდარზე დაწერილი ასტრონომიული წიგნი, ხოლო იუდაიზმი დღეს დგას თვარის კალენდარზე.
და დღესასწაულები თვარის კალენდარზე. ანუ ფაქტურად თორას ეწინააღმდეგება ეს. მეხუთე არის კიდე რაღაცა მიზეზების გამო, რის გამოც არის საუბარი კაცის ძეზე. ესეც მართლმადიდებლობას, საერთოდ მართლმადიდებლობას არაფერი შუაში არ, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა და მართლმადიდებელი იმით არის პატივსაცემი, რომ ის ადამიანი სიმართლის თქმის გამო წამსვლელია სიკვდილზე. ყავს მოწამეები, როგორც გითხარი, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი ფლავიანი, რომელიც კრებაზე პატრიარქად ხიფცებაში მოყოლევინა, განსხვავებული რწმენის წერილი საკითხის გამო, რომლის ეონ პაპის წერილი, რომელიც ამ წიგნში ჩვენ მოვიყვანეთ. ამ წერილის გამო კაცი მოკლეს, ასევე მაქსიმე ახსენებელი ივანე ოქროპირის კრებების სვეტლი იყო მაქსიმე ახსენებელსაც თითები დააჭრეს ინა მოაკლიჯეს იმ მართლმადიდებლობა, ბიზანტიის მართლმადიდებლობა. არიან ესეთი მართლმადიდებელი, რომელსაც წინა მომენტში შეეწყეს, რომლებიც სიმართლეზე წამსვლელები არიან. ამიტომ არიან დასაფლავებელები და გასათვალისწინებელები ეს მამები ასწრებდნენ და რა მოვიდა ჩვენამდე ინფორმაცია. და ეს არსებობს ის წინა მამებიც, რომლებიც იყენებდნენ ენოქის წიგნს პრაქტიკაში მეოთხე საუკუნეში თავის ნაწერებში. მაგალითად, კვიპრიანე კართაგენელი. აქ ჩვენ შესავალში მოვიყვანე რომელიც წიგნიდან რა წყაროდან ციტირებს ის. დაცემული შესახებ ანგელოზების შესახებ ენოქისეულ ისტორიას გვიყვება წინა კვიპრიანე კართაგენელის თავის ნაშრომში Liber de Habitu Virginum მე-14 თავში. შეგიძლიათ ინტერნეტში ჩართო და მოძებნოთ და ნახოთ ჩვენ. ის ამოს ასეთ რაღაცას თუ როგორ ასწავლეთ ზეციური ძალებს ჩამოშორებულმა განდგომილმა ანგელოზებმა ქალწულებს ან ადამიანის შვილებს. თვალების შავად შეღება, მოყების დაბინძურება ყალბის სიწითლეებით, ყურების გახურება სამკაულებისთვის და თმის ფერის შეცვლა ცრუფერებით. რაც დღეს ხდება. კი, ანუ ამას ადასტურებს წმინდა კვიპრიანე კართაგენელი, რომელიც წმინდა მამაა. ასევე მოყავს ენოქის წიგნიდან ციტირება ტერტულიანესაც თავის ნაშრომში De cultu feminarum liber მეორე თავის მეათე თავის მესამ პარაგრაფში და ათენასაც თავის ნაშრომში Legatio pro Christianis მე-14 თავში საუბრობს ასეთ რამეს. ანგელოზები შევიდნენ მოყვანილ ქალწულებთან და მათგან შეეძინათ შვილები, რომელსაც გიგანტებს ეძახდნენ. გიგანტოიდური რასა. კი, და აღმოჩენილია გათხრების კიდევაზე წამოიწიეს. რა თქმა უნდა, არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს ამ მათ არსებობას. კი, აბა მეგალითური შენობები საიდან მოდის? ხო ის დოგმანების შესახებ რო არის საუბარი. თუნდაც ეგვიპტური პირამიდები. კი, არის რაღაცა ცივილიზაცია, რომელიც აშენს ატომაის და მაინც პირამიდა და სამკუთხედი. მამაზეც ის სამებაზე, სამების ხაზი რატო ადგას სამკუთხედი? და იესოს არ ადგას, თუ ისინი რაღაცა გაგებით, თითქოსასული შეერთებით ერთნაირი. როგორ ხდეს ის ერთიანობა ისიცავე ეცმე და შენ თუ ისინიც პირდაპირ გაგებით, როგორც ესენი ამობენ, ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, ერთიანობა აქ და ერთი და იგივე ხო? მაშინ იესოსაც სამკუთხედი უნდა იყოს თავზე და არა მამაზეც ის. რაღაცა ცნობიერება, რომელსაც სინოფსისი თუ რაღაც არ ვიცი, ახლა მეცნიერებაში სამკუთხედი რას ნიშნავს? რაღაც მინდა გეომეტრიულად იხსნება ეს სამკუთხედი შენობა. რატო ადგე მაინდა-მაინც საბავშვო იყოს თავზე სამკუთხედი. მოკლედ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბიბლია როგორც ძველი აღთქმა, ისევე ახალი აღთქმა და ასევე ენოქის წიგნი ძალიან ჩახლართული თემებია, ასე ვთქვათ, ჩახლართული და ძალიან საინტერესო ცოდნას ინახავს ეს სამივე წიგნი. იმიტომ არის საიდუმლო, რომ ყველაფერი რაც სიმართლეს შეიცავს, არის დაფარული და ამოდოდა. რელიგია ოფიციალურად რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობ გამოაცხადა საიდუმლოდ. ის რაც ყველაფერი ასე ვთქვათ, ანტყურის ან სიმართლეს ეხება, რომელიც შესპირადად შენი გასაკვირვი, აქ შენ ვერავის ვერ დაითანხმებ, იმას ვკითხოთ, ამას ვკითხოთ. შეიძლება გატყობს, რითი მემკიცებ რომ შენი სიტყვა მართალია. მე ხო არ ვიცახი რომ გინდა თუ არა ეს მიიღე. მე გონები რომ ეს წიგნი დაუმსახურებლად არის გამოდენილი საფრთხესახურებებით, იმიტომ რომ ამ წიგნით ხელმძღვანელობდა მე-4 საუკუნეში არსებული წინა მამები, რომელიც ეკლესიას დღესაც ხავს. წინა მამად შერაცხული. მოვიყვანეთ ხო კვიპრიანე კართაგენელი ერთ-ერთი ძლიერი მამა, რომელიც ახსენებს ამ წიგნს და თქმა უნდა მე ხაცის ვერ დავწამებ და პრიმეტი რომაის რომ კიდე თუ არა ენოქის წიგნს ხმარობდა და იყენებდა, თუმცა არსებობს კომენტატორების ეპისტოლებში ისეთი ციტატა მოყავს, რაც მხოლოდ ენოქის წიგნიდან შეიძლება იცოდე ამის შესახებ, სხვაგან ვერსად ვერ მოყავს. ასე რომ თუ ასე ციტატა მოყავს, გასი შეგვიძლია ვივარაუდოთ ისიც, რომ ასე ვთქვათ, მას ხონდა ცნობა ენოქის წიგნთან. როგორც ტერტულიანი აშკარად ამბობს, რომ ენოქის წიგნი არსებობს. კიდე არის კითხვები ენოქის წიგნთან დაკავშირებით, თუ არა და ზიანების აპოლოგიაზე და იმაზე მინდა გადავიდე. კიდე თქმა უნდა, ეგ მინდა დამეთქვა, რომ ბარემ ენოქი ამოვწურეთ და ახლა გადავიდეთ ბარემ ზიანების აპოლოგიაზე. რა არის ზიანების აპოლოგია და მისი მნიშვნელობები და ყველაფერი აინტერესებს მაყურებელს. ზოგადად ტრადიციული ქრისტიანობა, რასაც დღეს მართლმადიდებლობა ქვია, ეს არის დაახლოებით, როგორც ვიცი, ოფიციალური წყალობით სამჯერ სახეცვლილი. მეორედ შეიცვალა ეს
პატრიარქ ნიკონის მიერ 1653 წელს თარიღდება 28 ციფრი თავის ცირკულარში გამოსცა ბრძანება რომ ვინც პირჯვარს არ გადაიცეს სამი თითით აი ამ სახით. განკვეთილი იყოს შეჩვენებული იყოს ანუ აკრძალა ფაქტურად გრიგოლ ხანძთელი წმინდა გრიგოლ ხანძთელი ამბობს რომ შეჩვენებული იყოს ის ვინც ორი თითით არ გადაიცეს პირჯვარს შუბზე ანუ ესე არა შუბზე აი ესე ამას ერთუნიანი სამოსო შუბზე ვიცით ეს თუმცა პატრიარქმა ნიკონმა უკვე ჩაანაცვლა ის ვინც განსხვავებული იყო შერეცხა ძველი მართლმადიდებლებად სტაროერებად განკვეთა ეკლესიიდან და შემოიტანა ასეთი ტრადიცია როგორც мама ზედასულის ეს ბოდოა იმიტომ რომ თუ ეს мама ზედასულის მინდა ესენი ვინ არის კაცობრივი და ღვთაებებულობა დედამიწაზე რომ იხსნი აქ მესამე ვიღაა ან ოთხება გამოდის თუ ხუთება გამოდის სამება აღარ გამოდის ეს სამების ამით ფაქტურად სამებაც იყო მაშინ კაი სიტყვაზე ეს არის სამება ეს რატოა რა არის და რატოა მაშინ ესეთი მოღნული რატო გქონდა კაცობრივი და ღვთაებრივი ბუნება იესო ქრისტესი ორ ბუნებაო დედამიწაზე ჩამოსული აქ ვიღა მესამე ამაში მესამე ვიღა თუ ჩამოვიდა აქ ვინ დარჩა აი ეგ დიდი კითხვაა საზოგადოების ამაზე შეიძლება ამ კითხვაზე პასუხი ვეძიო არსა იმიტომ არც უნდა დასვა ეს კითხვა ამათ გაკრიტიკება არ შეიძლება კანონია გამიგე პატრიარქმა თქვა ხო გითხარით ახლა პატრიარქმა თქვა ხო მისი კეციგნები 500 უნდა გაიკეთოს აუცილებლად იმიტომ რომ პატრიარქმა თქვა არცოდი არც ნაკლები ენოქისინი 100 უნდა გაიკეთოს ვირია ეს გაზილარია ვირი და 500-ია 500 იმიტომ ის პატრიარქმა თქვა მე თვითონ მაგ მონახი პატრიარქის ფოტოების ციგნია გამოცემული 100 ლარად ხიდიან 100 ლარად 100 ლარად პირადად მე მაჩუქეს და მე მეცასულებს მივიდე და მაგაზე გამიბრალდი დაჩუქარი არ უნდა გაყიდო დაჩუქარი არ ჭირდებოდა დიეთროე წაიღებოდა ხო ეხა სადაც პატრიარქის მარტო ფოტოები უბრალოდ მარტო ფოტოები არის 100 ლარი კაი ციგნია მართლა შეკრული ციგნი არის და თურქეთში დაბეჭდეს მაგრამ რატო უნდა ღირდეს უბრალოდ ფოტოები 100 ლარი და ინფორმაცია რომელიც პირველი პატრიარქი არის და ამას წინამორბედს მოწმობენ ინფორმაცია რომელიც სხვაგან არცად არ არის ასე ვთქვათ და არის მაგალითად გერმანულ ენაზე მხოლოდ დიმარის თარგმანი დანარჩენი ხა ეთიოპიურ ენაზე ორიგინალი ვერსია ეხა უკვე გამოვიდა სმირნოვის თარგმანია რუსულად და ეთიოპიის იტალიურეთაც გამოსა ვატიკანმა უგონაც დაფარული ამ წიგნებს ეხა ეს საჯარო ნომა ადამიანს საქართველოში პირველი წიგნია ნოხისი რომელიც ასე გახმაურებული ჯერ არ არის ჩვენ ამ გადაცემით გახმაურდება დამჯერ კი ზიარების აპოლოგიასთან აი ძალიან ბევრი ისეთი რაღაცებია პარადოქსალური მუხლები რომლებიც თეოლოგიური გარკვეული ფრთა ცდილობს გადაფაროს ანუ როგორც მრავალსიტყვით რა დამაბნეველი რაღაც სიტყვები ცდილობენ უმაკოთებულების შეცდენას ახლა მე არა მაქვს იმდენი ცოდნაო რომ შენ გამოყვე და ისინი თახდებიან ხო რახან ვიღაცამ თქვა რახან გიგნაძემ თქვა ერთი გიგნაძე არ არის მართლმადიდებლური თეოდოროზია ხო თეოდორ გიგნაძე მართლმადიდებლური მიდან არხემზღვადებს თავიდან ბოლომდე კალვინისტური პროტესტანტური სწავლებები აქვს შეტანილი თავის მეძღვრებში მაგას ბჭყალებში აწვევა ხო ანუ ჩვენ მართლმადიდებლობის სახელი თუმცა გაზრდილი აქვს პროტესტანტური ცნობიერებაში ამასა მალავენ მაგრამ ჩვენ ვიცით ვინც არის გიგნაძე ჩვენ ვერ დაგვიმალება ვიცით ვინც არის კარგი ფიზიკოსი იყო ასე თქვა თუ რაც იყო თავის საქმიანობაში მაგარი კაცი არის ანუ მრავალსიტყვაობაში ჩვეულებრივად გაზრდილი არის პროტესტანტული ცნობიერებით რომელიც ატომკაც მართლმადიდებლობის სახელით გამოდის და მართლმადიდებელი კაცი ვერ იტყვის რომ მაიმუნისგან მოზია ღმერთმა ადამი ეს ოფიციალურად დევს მე არ ვიგონებ ეს ინფორმაცია მის ხადაგებაში არის რომ წინა მამები თურმე მაიმუნსაც უწოდებდნენ ტალახს და რა განსხვავება პრინციპში მაიმუნი იქნება და ტალახი ორივე მაინც ტალახისგან შეიქმნა ჩემოლევან ერთი კითხვა მაქვს ანუ რომელი ადამიანის რომელი მოწაფის სახარება ასე ვთქვათ ამოიღეს თომას სახარება რომელიც იყო მიჩნეული და რატომ მეხუთე სახარება წინადად ვახსენე ხო კორინთელთა ეპისტოლეში პავლე მოწმული ახსენებს ვითარცა წერილი არის ეს მხოლოდ თომას სახარებაში არის რაც თვალს არ უნახია რაც ყურს ასმენია და კაცის გულს არ გაუულია კაც არ გაუულია გულში ეს მხოლოდ თომას სახარებაში წერილი გამართვაში ის რაც ღმერთმა აღუთქვა თავის მოიმედებს პავლე ადასტურებს ვითარცა წერილი არის ესაიაში არ წერია გული არ წერია ის არ წერია რომ მომავალში პირდება ღმერთი რაღაც არა იქ წერია რომ ყურს არცმენია და თვალს არ უნახია ის რაც მოიმოქმედა სხვა ღმერთი არ უნახია ებრაელთა ღმერთის გარდა რაც მან მოიმოქმედა ისრაელიერისთვის ანუ წარსულ დროზეა ლაპარაკი
ხოლო თომას ახარებაში იესო ქრისტე წუთისოფლის ღმერთი ხო სინათლე პირდება თავის მოიმედეებს იმას რაც არსმენია თავს არ უნახე და გულს არ გაუვიდა გულს არ გაუვიდა ესაიაში არ წერია თუ ვიღაცა შემედავება რომ გენათურა ესაიაში წერია არ წერია ესაიაში იმედები და გაუცხო ხოლმე წერია თომას ახარებაში გულს არ გაუვიდა კაცში ეს უკვე აღარაფერი საფუძველს აღარ გვაძლევს რომ ეჭვს დავაყენოთ თომას ახარების ავტორიტეტულობა 114 მუხლისგან შედგება ვატიკანმა გამოსცა და პროტესტანტული ფრთა უკვე აღიარებს რომ ეს უკვე ბიბლიაში შესული და 114 მუხლის გამო ამოღებული იქნა რადგანაც მარია მაგდალინელის ზე პეტრე ეუბნება იესოს გაუშვათ გავაგრეთ ჩვენგან რადგანაც ქალები არ იმსახურებენ სიცოცხლეს იესო ეუბნება მე შემეძლია მას მივანეჭო სიცოცხლეს თქვენ და ქალი გავხადო კაცად ეს არ მოეწონა იქ რომის პაპს გრიგოლ პირველის თეოლოგიის სახელით ვარი იტალიურ მამათა საუბრები რო დაწესებული და ამოაგდო ეს თემა ქალების სახურები და თომას ახარების ასე თქვა ამოღებაც დამალვაც მეოთხე საუკუნეზე მოხდა იმიტომ რომ ეს ინფორმაცია კათოლიკურ მართლმადიდებლობას პირდაპირ ეჭვქვეშ და თლიანად ამათ ავტორიტეტს აყენებდა ეჭვქვეშ რომ ქასაც აქვს ჩვეულებრივად სამოციქულო ღირსება წმინდანებმა მაგალითად სახარება გვიქადაგა ჩვენ ხო და თქმა უნდა ქრისტიანობაში მოიტანა მან მეოთხე საუკუნეში თუ მაგას ვაგერებთ გამოდის რომ ქალთა მსახურებაც უნდა დაუშვოთ რომ ეხლა სახარებაზე ქადაგების უფლება თუ ქალს არ აქვს და არ აქვს უფლება რომ წმინდანმა იყო ქალი და რაღაც კი ეს ხოდაშორის წმინდანინოს ანდერჩი რომელიც ძველ ქართულად ამაყნა საკითხული დააწერინა თავის დაქალს ასალონო უჯარმეს იქ ამბობს ესეთ რაღაცას თავის ანდერჩი რომ მე გამომეცხადა კაცი რომელმაც მომცა 10 წერილი და ღვთისმშობლის გამოცხადება არ წერია ანდერჩი წმინდანინოს ანდერჩი არც ჯვრის ფორმა და რაღაც ეს ყველაფერი შემდგომში დამატება იქ ამბობს რომ გამომეცხადა კაცი როდესაც შემოდიოდა საქართველოში ჯავახეთიდან ხუქებიდან სამოსახლოსთან და მითხრა რომ არც მამაკაცება არც დედაკაცება ეს მეორე კანონი შეწერა და რაღაცა კანონები არის ჩამოწერილი ზუსტად აღარ მახსოვს და ამ კანონების მიხედვით მიდიდა ამ ქვეყანაში იქადაგა სახარება სიმართლის ანუ ახლა სახარებას არ ქვია მაინც მათესი ლუკასი იოანესი და რაღაც სახარებას ქვია სიმართლის სახარება ანუ ხოლმე ნათქვამია რომ გამომეცხადა კაცი და ვინ არ არის ნათქვამი ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით პავლე იყო ვერავის ვერ დავადებთ ხელს არა თუ ჩვენ ვარაუდებთ რა წერია იმ წერილებში არც მამაკაცება და დედაკაცება ეს პავლეს მიეწერება მაგრამ იქ არ წერია რომ პავლე თუმცა სიტყვები პავლეს მიეწერება ჩვენ ვერ ვიტყვით ანუ პავლეს სიტყვებია მაგრამ არ არის ნახსენები ვინ არა კი არ არის ნახსენები ვინ არის მაგრამ მე მაქეჭი რომ ეს თომას ახარებიდანაც რომ თომას ახარებაში ხშირად იძახეს იესო ქრისტე თავის გამონათქვამებში რომ ქალი და კაცი სანამ ქალი არ გახდება კაცი და ქალი არ გახდება კაცი ვერ შეგვასწრაფა სასუფეველში და თუ წმინდანინოს გამოეცხადა კაცი რომელიც ეუბნება არა არის მამაკაცება და დედაკაცება ზოგ ქართულად მე ვარაუდობ რომ ეს იესო ქრისტე იყო ანუ იესო ქრისტე გამოეცხადა წმინდანინოს და ეს 10 კანონი რომელიც იესო ქრისტე 10 ცნებასთან უფრო უკეთესია ვიდრე 10 ცნება ახალი 10 ცნება მისცა წმინდანინოს სახით და წმინდანინოს ანდერჩი დღემდე არის შატბედის კრებულში მე-10 საუკუნის ხელნაწერი საჯარო ბიბლიოთეკაში მაგ ჩემი თვალით მაგ ნანახი რო წერი ანუ საჯარო ბიბლიოთეკაში ნებისმიერ შეუძლია მივიდეს ნახოს კომუნისტების პერიოდში აიქცალა საჯარო წმენაზე საუბრები ანუ ის ოშკის ბიბლია და რაც იყო შატბედის კრებული და ის მარგალიტი და 4 თავი ხო რაც არის უდაბნოს მრავალთავი კი თარგმნეს როგორც ძეგლი სახით ქართულად ახალი შრიფტით დატოვეს ბიბლიოთეკაში მაგრამ დაარქვეს როგორც ძეგლი და ზღაპრე კომუნისტებმა თუმცა ჩვენ ისეთი ძვირფასი წიგნებია მართლაც მაქსიმალაცარების ხელნაწერები არის ხელნაწერების გამოსაციგნი ბატონი ექვთიმე კოჭლამაზეშვილმა ძალიან მივესალმები კაი შრომა გაწია იქ არის ესეთი რაღაცეები წმინდა მამების ნაწერები რაც ახლა დღეს ოფიციალურ ეკლესიას საერთოდ არ ეხება და საჯაროდ ამაზე ქადაგება არა თუნდაც ახლა წმინდანინოს ანდერცი ამაზე რო ისაუბრონ იმის მაგრამ ხსნავენ რომ რაღაც ღვთისმშობელი გამოეცხადა წმინდანინოს თმები მოგცა დაახვია თმები ჩეკრა და ამდენი ხანი ინახება სუიციონის ტაძარში თომას თავის ხალა და წმინდანინოს ჯვარი ესეთი და ეს მე მიჩნდება ხოლმე პროტესტი გამიგე რომ როცა თვითონ წმინდანინოს სიტყვებში ამდერჩი არ არის არავითარი ჯვარზე საუბარი და როდესაც ქრისტიანული სიმბოლოდი ჯვარი დასახელდა მე-4 საუკუნეში კონსტანტინეს დროს სხვადასხვა კონსტანტინემ ჯვარი რო გამოაცხადა მანამდე ჩირო იყო ხო ლაბარუმის სიმბოლო მე რო გითხარ X რო ჩახაზული რო X-ი ჩახაზული და ეს არის კი რო გამოაცხადა ქრისტე ქრისტოს რო იშიფრება ხო იხტუსი იყო პირველად თევზი მე ქრისტეს ჩიროთი ჩანაცვლა ბიზანტიურ იმპერიაში ბაბილონური სიმბოლოს ფოტოშულის სიზღმერთის სიმბოლოა და ქრისტე რო ეცხადება კონსტანტინე დიდს სანამ ჯვარს ნახავდა ცაზე მანამდე გამოცხადება ქონდა ქრისტეს ეუბნება რომ შენს მეომრებს ფარებს დაახატე ჩემი ნიშანი
და ზუსტად ეს ქსირო არის ქრისტეს ნიშანი. ეს არის და ეს ამოგდებულია სწავლები. მარტო ჯვარზეა გამახვილებული ყურადღება და არა იმ სიმბოლოზე, რასაც რეალურად იყო. ხო, ანუ ჩვენ ქრისტიანებს ქონდა და არის კიდევაც უამრავი მე მაქვს Facebook-ზე გაზიარებული 5 პური და 2 თევზი. და ქსირო, ზევით, ფასი და ეს დალაგებული. ანუ იქ არის ბარძიმი და რაღაცა კოლზი და რაღაცა ის რაც შემდეგ ბიზანტიამ შემოიტანა. არის ხოლმე 5 პური და 2 თევზი. ქრისტიანული სიმბოლო და ქსირო. შუაში ჩასული. ზერების აპოლოგიასთან მაინც მაკეთებდი ვარ. ეს როგორი სახურება იყო პირველი ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოდის, მინდა აღნიშნო და ამ ლაბასაუბარს ვერ დავასრულებ, სადღაც 3-4 საათი ალბათ რომ მიყვეთ და მიყვეთ. არის აღმოჩენილები. ალფა და ომეგა. ამას ჩვენ საუბარს დავადებ ამ ფოტოს და შეუძლია ნახოს მაყურებელმა და ვიდეო პირველ საუკუნეში. კი ბატონო. როგორი მსახურება იყო მოციქულებში კატაკობებამდე არსებული სარწმუნოებამ სანამ კატაკობებამდე მივალთ ხშირად მოყავთ ხოლმე სასულიერო პირებს ხათაშორის მიქაელ ბრეგვაძე არქიმანდრიტი რო არის მას მოხავს ხოლმე მე პირადად დამიპირისპირდა ერთ საუბრებში Facebook live-ებში მითხრა რომ არა დარწმუნებული ხარო შენ ხარ მართალი და ჩვენ სამოციქულო მემკვიდრეები ვწდებით ეს ხათაშორის პირველი იყო ვინც ქილიას მოწინასწარმეტყველება უწოდა 1000-ლოვან მართლობას რაც თქვენი საუბრით ახსენეთ ქრისტეს 1000-ლოვან მეფობას დედამიწას და შემდეგ სატანი გამარჯვებს ხო ანუ ეს ამბობს რომ ეს არის ქილიას მოწინასწარმეტყველება რასაც წმინდანმა ბევრი ნაშრომები დაწერეს ფაქტიურად უარყოფა ასე ვთქვათ ისინი ამ ტექსტს არ აღიარებენ როგორც მართლმადიდებლურ გადმოცემას მაგრამ რატო წერი ახალ თქმაში კიდე გასარკვევია ახალ თქმაში მარტო გამოცხადებით არ თავდებოდა გრძელდებოდა და კლიმენტი რომაელს აქვს თავის ვაციგნეულში დაწერილი რა ციგნები არის წმინდა მათ შორის მაკაბელთა სამი ციგნი ეზრას ორი ციგნი და ზირაქის ციგნი რაც დღეს მართლმადიდებლობა მაკრძალა და უწოდა აპოკრიფი და არა ღვთისმსახურებელი ციგნები პროტესტანტებზე საუბარი აღარ არის პროტესტანტები საერთოდ ამ ციგნებს მიიჩნევენ კრეხელობად ეზრას ორი ციგნი ზირაქის ციგნი და მაკაბელთა სამი ციგნი სხვადასხვა იაგოვიტეს სექტაც უარყოფს ამ ციგნებს ეხლა ჩდება კითხვა თუ კლიმენტი რომაელი ავტორიტეტია რომის პირველი იყო პეტრეს შემდეგ პაპი აი ეს თავის ცირკულარში ან სამოციქულო დადგენილებებს ასეთ ციგნებს ვაციგნათ აღიარებს რომ 95 წელს მერვე ციგნის რა წმინდა რა არის წმინდა ციგნები და რა არის ავტორიტეტული ეკლესიისთვის დღეს ეს გამოყოფილია აი რაში უნდა დავეთანხმო სხვა როდესაც სასულიერო პირი მოდის და მე მიკცელოს ზირაქის ციგნი არ წაიკითხო არაკანონიკური და ბიბლიიდან არის ამოღებული ზირაქის ციგნი მე ზირაქის ციგნთან ერთად გამოვეცი ენოქის ციგნი თავიდან მე და ეს არის საკე ენოქის ციგნი რატო უნდა ვენდოთ მაგალითად ამ წმინდა მამებს და ამ სასულიერო პირებს რომ ესენი იგივე შარგოთუებენ ენოქისთან დაკავშირებით და არ გეუბნებიან რომ ეს არახთვის და გეუბნებიან რომ ეს არახთვის სულიერია და არ წაიკითხო ანუ ადამიანებს ფაქტურად აბკოლებენ რომ შეიძლება მართლა წმინდა ციგნი არის ხო არ ვიცი და რახან არ არის ბიბლიაში შესული გამოვაცხადოთ არაკანონიკურად და თქვათ რომ ეს არ არის წმინდა წერილის სიაში და არ არის წმინდა წერილი რის საფუძველზე ვიცახეთ ამას როდესაც არის რამოდენიმე ციგნები რასაც წმინდა მამები ასახელებენ კლიმენტი რომაელი ხო მაგრამ ზირაქის ციგნზე მაგრამ დღეს ოფიციალური მართლმადიდებლური რელიგია თავის სამღვდელოების გარკვეული ღვთის ნაწილი უარყოფს ზირაქის ციგნს თუ ზირაქის ციგნი არაკანონიკურად მიიჩნიათ რა თქმა უნდა ენოქის ციგნზე ზედ მიაყოლებენ ხო რა თქმა უნდა ასე როცა ანუ ჩემში უკვე იწევს უნდობლობას ამათი ნათქვამი მე ჯობია ვენდო იმ პირველ წყაროს რაზეც საუბრობს მეკრიტიან კართაგენელი და ის აპოლოგეტები ვიდრე თევანდელი სასულიერო პირები რომლებიც გაურკვეველი სწავლებით შემოდიან მართლმადიდებლურ ჭრილში და ამით საფრთხეს უქმნიან თვითონ მართლმადიდებლობას შიგნიდან ამაზე ბევრი ლაპარაკობს თვითონ რომ ეკლესიის მტრები და ეკლესიის მტრები თვითონ ეკლესიის გარეთ მდგომი პიროვნებები კი არ არის პეტრიაშვილების სახით არამედ იმ ანაფორა გადაცმული მათხვარების წვერმოშებული თხების მიერ რომლებიც რატომღაც დგენანიქა და ქურდულ და კრიმინალურ სიმღერებს ღერიან სამერე ბოდიშებს იხდიან ამაზე და იმისგან ახლა მე რატო უნდა ველოდე დადებით თუმცა უნდა ველოდეთ ხო ჩვენ ქრისტიანები რომ ჩვენი მოვალეობა არის ბოროტეულის შემოbrunდება ღმერთთან შერიგება ღმერთთან როგორც დავით მეფსამონიამოც ხო ვასწავლე უჩუოთა გზანი შენ და ღმერთთან შენ და პოიცე ანუ ვასწავლე დანაშაულების ან დამნაშაულებს შენს გზას და დაბრუნდებიან ცოდვინის შენთან ძალიან მაგარი სიტყვებია არასოდეს კითხვა არის ნობა ეკლესიაში რატო არ არის სამულები თქვა ახალ ქართულად ჩვენ გამოვეცით ახალ ქართულად სამულები ებრაულიდან სიტყვით თარგმნილი და იქ ყველაფერი უკვე იხსნება და გასაგებია წმინდანისათვის დავითის დროს რა პრობლემები და რატო ეწოდება სამულებს
ფსალმუნები, როდესაც ეს ბერძნული სიტყვაა და ფსალო ნიშნავს საკრავს. საკრავს ნიშნავს ფსალო ბერძნულად. როცა ფსალმუნებს ქვია ებრაულად თეჰილი და ქართულად არის სავედრებელი. თეჰილა ნიშნავს ვედრებას უფლისად. გამოკრებილი დავითისა და სხვადასხვა მოსის გალობაც არის შესული. აბა რაღაც ნიშნავს ფსალმუნი. ფსალო ნიშნავს საკრავს. საკრავს შედის გიტარა, არა, ანუ ფსალმუნზე გადამატე. ფსალმუნი ნიშნავს სიტყვასიტყვით საკრავთა კრებულს. ანუ საგალობათა კრებულს. ფსალმუნი, მაგრამ ძველ ქართულად ამ ფსალმუნებს ერქვა დავითი. დავითი. დავითი, ანუ დავითის მიერ დაწერილი საკრავიდან. ეს ხო არავის არ მოუფიქრებია, რაც დავითმა ჩანგზე დაუკრა და იღაღადა ებრაულად, ის ჩაწერა ვიღაცამ, ხო? ანუ დავითს სულიწმინდისაგან მიეცა ეს ფსალმუნები და იქ ფსალმუნებში არ არის საუბარი დავითზე. იქ ლაპარაკობს ქრისტე მამაზეც ერთად და ანუ ორი საუბარი არის, ძეხვთისასი და უზენაესი საბაუთოფლის საუბარი. მაგალითად 84 ფსალმუნი ებრაულად 83-ია. ასე წერია რა. ებრაულად მაედითოთ მიშკენოთ ახავ ადონაი ცევაოთ. აუდენ სასურველია შენი სადგომები საბაოთ უფალო. იახვე ძალთა ებრაულად იახვე, ადონაი იახვე ერთ იგივეა საბაოთ. მართლმადიდებლად საბაოთია, ებრაულად იახვე არის. რატომღაც თეოლოგები ალაპარაკენ აჩიჩიდნენ ამ იახვეზე და იძახიან რომ იახვეა ყველაფერი და იესო ქრისტე. მაშინ ვინები არიან იაღვეელები, ასე ვიკითხავ. იაღვეელები თუ არიან ერთისგან კურთხეული ორგანიზაცია, როგორც თავს უწოდებენ 154,000 წარმომადგენლებს, ერთი 154,000-იანელები ასე ვთქვათ. ხო, 154,000 რიცხვი ეს არ შედიან წარმართები. 154,000 რიცხვში შედიან მხოლოდ იაკობის 12 ვაჟის შთამომავლები. გადი, აშერი, ნეფთალები, ზებულონი, ლევი, იუდა, ეს ხო არიან 12 იაკობის შვილები. გამოცხადების მე-7 თავში საუბარია მხოლოდ იმ 12 ტომზე, რომელიც არიან იაკობის ხორცელის შთამომავლები. იმათგან არჩეული 154,000 რიცხვი. და დანარჩენი უკვე არ შედის იმ რიცხვში, იმიტომ რომ მე უბრალოდ ის ხელი ებრაულად ებრაელი არ ვარ, ანუ მე საქართველოს დავიბადი, ამავდროულად ქართველი ვარ და არ შევდივარ იმ 154,000 რიცხვში, რა თქმა უნდა. თუ იაღვეელებს ამის პრეტენზია აქვს, რომ ისინი შედიან იმ რიცხვში, რა ვიცი, ეს აშკარად დამახინჯება, თუმცა არ ამბობს პეტრე მოციქული თავის წერილის მეორე თავში, რომ მოვლენ ცრუ მოციქულნი, რომლებიც შეგნებულად დაამახინჯებენ სახელმწიფოებს და მრავალნი მიხვდებიან მათ მოძღვრებას. თვით თქვენშიაც აღდგებიან ასეთები. ხოდაშორის პეტრე მოციქულის ხშირად საუბრობს, რომ არიან გარკვეული ფრთა, რომლებიც შეგნებულად ამახინჯებენ ჩვენს ნაწერებს და პეტრეს წერილის მეორე თავის 3:16-ში, მეორე წერილის 3:16-ში მოყავს ეს პავლეს ციტატა. პავლე საუბრობს, რომ არიან მრავალნი, რომლებიც შეგნებულად ამახინჯებენ წერილებს. მასში არსებული ძნელად გასაგები ციტატების გამო. და ასე რომ თუ არიან გლები, ეგრეთ წოდებული გლები, მოგეხსენებათ უკვე აღიარებენ, ხო? ჩვენ ვოლკი ვარ, მე თქვა, სამბაში ვარ, დემსახო. ხო, ვოლკი. ხო, ვოლსტრიტის გველი. ვოლკი ვარ თუ რაღაცა. ხო, ანუ გლები არიან, თავის პირით კაცი აღიარებს და გულწრფელად აღიარებს. მივესალმები, ხარ? კი. აი ხა, თუ პავლე ამბობს, რომ გლები შემოგესებიან, ესე იგი არიან, ხო? თორმე. ხო, ვოლკი და რაღაც. ქუჩა თუ არის, ერთი ქუჩა ჩვენ არაფერ კარგს არ თავადობს. ქუჩაში შენ კარგს ვერაფერს კრიმინალური ავტორიტეტები ვინც არიან, даже ისინიც კი ამბობენ, რომ ანუ ამ გზას არ გირჩევთ რა, ანუ არის ეს თუ არ არის. საფრთხელებანი იქით. ხო, ანუ თუ ხარ, მაშინ წამსვლელიც უნდა იყოს ყველაფერზე და თუ არა ხარ, მაშინ არ უნდა თქვა, რომ მე ვარ. თუ აღიარებ რომ ხარ, მაშინ უნდა წამსვლელი იყო. როცა პატრიოტად ცხოვრობ და არ გაქვს შეხება და არ იცნობა, არ უნდა თქვა, რომ არ უნდა გაამართო. არ უნდა დაიბრალო ასე. არც უნდა დაიბრალო, არც უნდა გაამართო. ხო. არც უნდა აღიარო ავტორიტეტობა და საერთოდ ყველაფერი რა, არც უნდა დაეთახო. იმიტომ რომ შეუძლია მოვიდეს და მართალი კაცი გაგამტყუროს, იმიტომ რომ ავტორიტეტია. თუ ხოს პასო. ხოდა ვერაფერს ვერ იტყვი. იმიტომ რომ იმისი თქო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი სიმართლე. საერთოდ არავის არ აინტერესებს. მაგით უწერია ესაიაში. იჩაგრებაო მართალი ადამიანიო. ბოროტ მოქმედების გამო, ანუ კრიმინალების გამო, მაგრამ არავინ არისო, ვისაც გულთან ახლოს მიაქეს ამბავი. ანუ იგივე სამყარო იყო, ეხა არ იწოდებოდათ იქ ესე კრიმინალური რაღაცა ავტორიტეტები, მაგრამ ანალოგიურად იყო ესეთი ფრთა ძველ აღთქმაშიც, რომლებიც თავრობასთან იყვნენ შეკრულები და ამბობს ესაია, რომ ქურდებთანაგ ბინაო, შენ იუდას მთავრებაო და ფეხები მიდისრაფიან ადამიანის სისხლის დასაყრდნად და მოსაკითხებზე გადიხარ.
ხედავთ?